ქართული ოცნების საარჩევნო კლიპს, სადაც ერთმანეთს უკრაინაში ნგრევის და საქართველოში აღმშენებლობის კადრებია შეპირისპირებული უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა კიევის შეფასებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსების და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერთს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ოცნების წინასაარჩევნო ვიდეოში უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან შესადარებლად ერთ-ერთ კადრად ვაკის პარკის შადრევანია გამოყენებული, სადაც 2022 წლის 13 ოქტომბერს 13 წლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მსგავსი კამპანია, სადაც უკრაინა და საქართველო ერთმანეთს იყო შედარებული, ქართულმა ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოიყენა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება მიაქცია მმართველი პარტია ქართული ოცნების კიდევ ერთ არამეგობრულ ქმედებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური აგრესიის საშინელი შედეგების ამსახველი ვიდეოების გამოყენებას. ასეთი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მიმართ და იწვევს უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას. სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ ეპირფერებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვს და უგულებელყოფენ ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერთს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვურჩევთ მმართველი პარტიის პოლიტტექნოლოგებს, რომ საკუთარი ხალხის მიმართ უფრო გულწრფელები იყვნენ და საკუთარ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათები განათავსონ. მარჯვნივ რუსეთის ტრიკოლორი, მარცხნივ კი ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები. ეს იქნება სიმართლე, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას ომი კი არა აცილა, არამედ ევროპული მომავალი წაართვა. ამავე დროს უკრაინა კვლავ რჩება თანმიმდევრული და მტკიცე საქართველოს მეგობარი ხალხის მხარდაჭერაში, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ესწრაფვის.